გამარჯობათ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო ან ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ ძალიან ხშირად როცა მირეკავენ და მწერენ ძალიან ხშირად უმეტესობა რადიო მსმენელებია ჩვენი გადაცემების ამიტომ ხან ერთის პრიორიტეტს ვაძლევთ ხან მეორეს ამიტომ ერთიც და მეორეც ნუ მიწყენთ ეთერშია მორიგი გადაცემა ჩინური პანორამა მე მისი წამყვანი სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი პროფესორი ბადრი ნაჭყებია მოგესალმებით თქვენ. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. ამ სტუმარზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, ახალგაზრდა კაცი, რომელიცაც თქვენ უკვე იცნობთ. ეს არის ბატონი შალვა ჩიხლაძე, ცნობილი სინოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჩინეთში. თქვენ ალბათ უყურეთ გალა კონცერტს და მიაქციოთ ყურადღება რომ მან ბრწყინვალედ გააცნო ჩვენ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს დიდი ჩინეთის გალა კონცერტი ახალი წლის მთელი პერიპეტიები და დღეს გვექნება ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ მე ჩვენ ტელემაყურებლებზე და რადიო მსმენელებზე მინდა ვილაპარაკო ყოველთვის გამოვყოფთ ჩვენ საუკეთესო მხარდაჭერებს და მე მინდა დღეს დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნინო კოჩიაშვილს რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდში გვიდგას არის ჩვენი დიდი თაყვანისმცემელი და ჩვენს უპასუხებთ იგივეთი დიდი მადლობა ქალბატონო ნინო რომ თქვენ ჩვენს მიმართ ესეთ ყურადღებას იქცევთ აუცილებლად ალბათ შეძლების დაგვარად დაგპატიჟებთ ეთერში. ბატონი შალვა ჩიხლაძე, ესე იგი რომელი ერთი ტიტული ჩამოვთვალო ბატონი შალვასი. ესე იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული მასწავლებელი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და ესე იგი ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტი. მაგრამ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, აქ კიდევ არის ტიტულები და მე არ გავაგრძელებ ბატონო შალვა და მოდით ეს დავაყენოთ საკითხი. სინოლოგია და ბატონი შალვა ჩიხლაძე. როგორ მიხვედით თქვენ აი ამ კუთხით ამ სპეციალობამდე როგორი იყო თქვენი გზა ჩინეთისკენ და ხარ თუ არა კმაყოფილი თუ შეიძლება რომ აქედან დავიწყოთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს. რაც შეეხება უშუალოდ ჩინეთთან ჩემ კავშირს, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი აღმოსავლეთ აზიის მიმართ, მაგრამ ბავშვობის პერიოდში ძირითადად ეს ინტერესი შემოიფარგლებოდა კულტურით, ზოგადი ისტორიით, ფილმებით. ახლა როგორც კი ასე ვთქვათ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაშინვე და ძირითადად მიმართულება ჩემი იყო პოლიტიკის მეცნიერება მაშინვე გადავწყვიტე რომ რაღაც თვალსაზრისით სასურველი იქნებოდა დავკავშირებოდი აღმოსავლეთ აზიას და უფრო მეტი ფოკუსი გამეკეთებინა აღმოსავლეთ აზიაზე და მეტწილად ჩინეთზე იმიტომ რომ უკვე თითქმის დაახლოებით 10 წლის წინაც ჩინეთი იყო ნომერ მეორე ეკონომიკა, უდიდესი ცივილიზაცია, ძალიან და ამავდროულად საკმაოდ უცნობი ქართული საზოგადოებისთვის და ეს იწვევდა უფრო მეტ ინტერესს ამ ქვეყნისა და ამ საზოგადოებისადმი. სწორედ აქედან გამომდინარე უკვე ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ამპლუაში ავირჩიე მეორეული პროფესია სინოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დავიწყე ჩინური ენის სწავლა შემდგომ უკვე ისტორიის გარკვეულწილად კულტურის და ასე შემდგომ და შეიძლება ითქვას 2014 წლიდან მოყოლებული უკვე ასე ვთქვათ 10 წელზე მეტია 11 წელიწადია დაკავშირებული ვარ აღმოსავლეთ აზიის და პირველესად ჩინეთის კვლევასთან და ჩემი კვლევის არეალი არის ჩინეთის ახალი და უახლესი ისტორია და ასევე თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკა. ამასთან ერთად 2016 წელს მოვიპოვე ასე ვთქვათ გრანტი სახელმწიფო დაფინანსება და ვსწავლობდი ჩეძიანის უნივერსიტეტში ჩინეთის
კულტურისა და ენის პროგრამაზე სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთში, ძალიან საინტერესო ქალაქ ხანჭოუში, რომელსაც ჩინურ ვენეციასაც უწოდებენ. შემდგომ, ვთქვათ, დაუბრუნდი საქართველოში და 1 წლის მერე ისევ უკვე სამაგისტრო მიმართულებით პეკინში, ჩინეთის სახალხო უნივერსიტეტში, თანამედროვე ჩინეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. მე როგორც ვიცი, ბატონ შალვა, ინფორმაცია მაქვს თქვენ საქართველოს საელჩოში ხა ეგ დღეს იყო დროებითი, ასე ვთქვათ, სტაჟირების, როცა პარალელურად სწავლის პარალელურად, როდესაც პეკინში, პეკინში როდესაც სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლოდი, პარალელურად ჩინეთის ჩვენს, ასე ვთქვათ, საელჩოში ჩინეთში გავდიოდი სტაჟირებას. შემდგომ უკვე, ვთქვათ, პანდემიის შემდგომ მომიწია დაბრუნება საქართველოში, თუმცა ბუნებრივია ჩემი, ასე ვთქვათ, კვლევის მიმართულება არ შეცვლილა, უკვე პროფესიულად ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდი ამ საზოგადოებას. საქართველოში დაბრუნების შემდგომ ჩემ კოლეგებთან ერთად, ასე ვთქვათ, დავაარსეთ პლატფორმა სინოლოგია.g, სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ ჩინეთის შესახებ, კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის და ასე შემდგომ. ასევე ძალიან საინტერესო სარედაქციო ჯგუფთან ერთად ვართან ავტორი ჩინეთის ისტორიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა. ეს იყო თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, სინოლოგების ერთობლივი პროექტი, ხოლო უკვე და ფაქტობრივად ერთი თვეც არ არის გამოიცა მეორე, ასე შეიძლება ითქვას, დამხმარე სახელმძღვანელოც და ზოგადად საინტერესო საკითხავი კრებული ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები, რომლის თანაავტორიც ასევე. აი მე მინდა ვაჩვენო ჩვენ ტელემაყურებლებს რადიო მსმენელთან დიდი ბოდიში, აი ეს წიგნი, რომელიც ბატონის შალვას თანაავტორობით არის გამოცემული, სინამდვილეში აი ვისაც ჩინეთი აინტერესებს, მე ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად აი რამხელა ტირაჟით არის ბატონო შალვა? ამჟამინდელი ტირაჟი არის 500 ცალი გამოსული, თუმცა ვთქვათ მოთხოვნისამებრ საომალოდ არ გამოვრიცხავთ რეტი, ასე ვთქვათ, პრინტზე გაშვებას, ანუ ტირაჟის განახლებას. ამჟამად არის 500 ტირაჟით გამოშვებული და 2-20 სიტყვას ვიტყვი ამ ნაშრომზე. ეს არის, ასე ვთქვათ, ინტერდისციპლინარული ნაშრომი, რომელიც შედგება 10 თავისგან, ყავს 8 თანაავტორი, სხვადასხვა თაობის ჩინეთის მკვლევრები და წიგნის გაცნობისას თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია 10 სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის ჩინეთის ისტორიის, ასე ვთქვათ, ეკონომიკის წარსულსა და თანამედროვე რეალობაში, პოლიტიკური სისტემის, რელიგიების, ფილოსოფიური მოძრაობის, კულტურის, ენის, ხელოვნების და ასევე სინოლოგიის ისტორიის შესახებ, ასე რომ ფიქრობ საინტერესო. ძალიან საინტერესო წიგნია, მე დავიწყე ამ წიგნთან გაცნობა, ბარემ ისიც უთხრათ, ბატონ შალვა, არის თუ არა საშუალება, ახლა ალბათ ძალიან ბევრს რადიო მსმენელს და ტელემაყურებლებს შეკითხვა გაუჩნდებათ, სად შეიძლება დღესდღეობით. კი, წიგნი არის, მადლობა. გაყიდვაში. საინტერესო არის უკვე გაყიდვაში, დაახლოებით 2-3 კვირაა და შეგიძლია წიგნის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ასევე შესაძლებელია შეძენა სანტა ესპერანსაში, ლატერნაში და თვითონ ქარჩხაძის გამომცემლობის, რომლის ეგრითაც გამოვიდა ეს წიგნი, ქარჩხაძის გამომცემლობის ვებგვერდზე ელექტრონულად და სახლში მიუტანენ კომფორტულად. თითქმის დიდ საგას წიგნის მაღაზიებში თითქმის ყველგან შევა ეტაპობრივად. ძალიან კაი, აი სრულები თუ იქნებიან, სინამდვილეში განსაკუთრებით ის ხალხი და ის ახალგაზრდობა, ვისაც უნდა სინოლოგიასთან მომავალში დაუკავშიროს თავი, ან დღეს მუშაობს ამ თემაზე, ვაძლევ ძალიან კარგ რეკომენდაციას, ძალიან საჭირო წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და სხვა ავტორებს ასეთი კაი ნამუშევრისთვის. და ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად, უბრალოდ იცით რა არის თქვენთან საუბარი ძალიან საინტერესოა და სინოლოგია და ჩინეთი მოიცავს უამრავ თემას, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდით აი ნელ-ნელა გავაჩნოთ ჩვენ მაყურებელს, აი ესე კონკრეტულად ჩვენთან ყოფილი ელჩებიც იყვნენ, ჩვენთან ჩინური ენის სპეციალისტებიც იყვნენ, მაგრამ აი ზოგადად საერთო სინოლოგიის სპეციალისტი როგორც ესეთი თითქმის პირველად აყვავს, თითქმის კი არა, ნამდვილად პირველად აყვავს ჩვენ ეთერში და სინოლოგია და მისი ისტორია თუ შეიძლება. კი ბატონო. ზოგადად სინოლოგია ან
უკვე თანამედროვე ასე ვთქვათ ეპოქაში შეგვიძლია მის მეორე სახელიც გამოიყენოთ ჩინელმცოდნეობა, მაგრამ კლასიკურად სინოლოგია ერქვა. ეს არის დარგი, რომელიც შეისწავლის ჩინეთს, ეს არის ქვეყანაცოდნეობის მიმართულება და შეისწავლის ჩინეთს. უშუალოდ რომ ამ დარგის აკადემიური ისტორია ძირითადად იწყება იმ პერიოდში, როდესაც ევროპელი მისიონერები გამოჩნდნენ ჩინეთის ტერიტორიაზე და ისინი ითვლებიან ასე ვთქვათ პროტოსინოლოგებად პირველად, ვისაც შეგვიძლია ჩვენ უწოდოთ დაახლოებით სინოლოგი. და ზოგადად რატომ გაჩნდა ცალკე პროფესია ამ ასე ვთქვათ რეგიონის და ქვეყნის შესასწავლად, ეს ალბათ საინტერესო კითხვა. როდესაც მისიონერები ჩავიდნენ ჩინეთში, მათთვის მიუხედავად იმისა, რომ მისიონერები მოგეხსენებათ, როგორი განათლებული ადამიანები იყვნენ, ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანები, მათთვის ძალიან დიდ ბარიერად გადაიქცა ჩინეთში პირველ რიგში ჩინური ენა, ჩინური კულტურა, ჩინური ასე ვთქვათ ფილოსოფია, ღირებულებათა სისტემა და იმისათვის, რომ მათ თავიანთი სამისიონერო საქმიანობა განახორციელებიათ, დაიწყეს სისტემატიური ჩანაწერების გაკეთება, ასე ვთქვათ სახელმძღვანელოების შექმნა, ენის მათ შორის ენის ლექსიკონების შექმნა, თარგმნა გარკვეული მასალების, იმიტომ რომ წააწყდნენ ძალიან ბევრ წინაღობას, ასე ვთქვათ კულტურულ, ცივილიზაციურ წინაღობას ჩინეთში მუშაობის პერიოდში. ხოლო უკვე ცოტა მოგვიანებით 19 საუკუნიდან ევროპის უნივერსიტეტებში, ასე ვთქვათ, კათედრები გაჩნდა ამა თუ იმ მიმართულებით არსებობს ჩვენ გვაქვს თქვათ არამედროვე მსოფლიოში რამდენიმე თქვათ სკოლა დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული ძირითადად ეს არის თქვათ ფრანგული სკოლა სინოლოგიის, რუსული სკოლა სინოლოგიის, ბრიტანული სკოლა რომელიც ასე ძალიან თქვათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია იმ თვალსაზრისით რომ ბრიტანეთი თქვათ გარკვეული კოლონიების მფლობელი იყო ჩინეთის ტერიტორიაზე შემდგომ უკვე მოგვიანებით პორტუგალიური სკოლაც მაგრამ შემდგომ უკვე მოგვიანებით ნუ შემოდის თამაში ამერიკელი სინოლოგები და მე-20 საუკუნეში უკვე ამას გაცილებით რა თქმა უნდა სისტემატიური სახე მიეცა და ყველა დიდი უნივერსიტეტები მათ შორის კემბრიჯი, ოქსფორდი ჰარვარდის უნივერსიტეტებში გაჩნდა კათედრები სინოლოგიის და სინოლოგები იკვლევდნენ არა მხოლოდ ენას, ენა ძირითადი მიმართულება იყო, არამედ უკვე ისტორიას, მას დაემატა მოგვიანებით შემდგომ ფილოსოფია, უკვე თანამედროვე პერიოდში პოლიტიკა, ეკონომიკა და ასე შემდგომ. და დღეს შეგვიძლია ვთქვათ ვიღაც გემოვნების საკითხია, ვიღაც სინოლოგიას იყენებს, ვიღაც ჩინეთმცოდნეობას, მაგრამ უკვე გახდა ინტერდისციპლინარული დარგი, რომელიც ერთი მხრივ იკვლევს უძველეს ჩინეთს და ასევე აკვირდება თანამედროვე ჩინეთის განვითარების მიმართულებით. ბანოშალო, ახლა თქვენ ბევრი კითხვები ჩამოთვალეთ, ბევრი ქვეყნები სინოლოგიასთან დაკავშირებით და თქვენ არ გიხსენებიათ რუსეთი. რუსეთი ვახსენებ. ახსენეთ ეს უკვე ჩემი ეთყობა გამომჩა მე აი რუსეთთან დაკავშირებით დაუშვათ რუსეთის სინოლოგიის სკოლა იქიდან გამომდინარე რომ ასე ვთქვათ გარკვეულწილად რუსეთი ერთ-ერთი პირველი შეიჭრა ამ არეალში ჯერ ერმაკის დროიდან თითქმის შუა საუკუნეების პერიოდი იყო აი სკოლა უფრო რა დონეზე ითვლება რუსის ზოგადად სინოლოგიის რამდენიმე წეღარა ჩამოთვალე ძირითადად ეს არის დამოუკიდებელი ასე ვთქვათ სკოლები, მაგრამ რუსული სკოლა სხვათა შორის ხაზგასასმელია იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესოა იმ კუთხით, რომ რუსული სკოლა, აი თუ მაგალითად დასავლურ ამ შემთხვევაში ბრიტანულს, ამერიკულს გარკვეულწილად ინტერაქცია ჰქონდათ ერთმანეთში და გარკვეული ამერიკული სკოლა ეყრდნობა ბრიტანულს, რუსული სკოლა იმ თვალსაზრისით საინტერესოა, როგორც არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ იაპონიის კვლევითაც იმ თვალსაზრისით, რომ მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, პირდაპირი ხაზი. ან რუსული სკოლა ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ხაზია და ჯერ კიდევ დაახლოებით უკვე ცინგის დინასტიის დროს, ცინგის დინასტია ჩინეთში არსებობს მე-17 საუკუნის 40-იან 1644 წლიდან 1911 წლამდე უკვე მე-17 საუკუნის დროს უკვე ჩვენ გვაქვს გარკვეული წყაროები, ასე ვთქვათ, რუსული როგორც მოგზაურების, ასევე სამხედრო
სამხედრო პირების, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთის, ასე ვთქვათ, ექსპანსიას ეწეოდნენ და ისინი იქ მოვიდნენ გარკვეულად კომუნიკაციაში ცინგის დინასტიასთან, მათ შორის ზოგ შემთხვევაში იყო სამხედრო კონფლიქტებიც, მშვიდობიანთან არსებობა არ ყოფილა. ეხლა აი თქვენი ბოლო გამონათქვამების შემდეგ გამიჩნდა შეკითხვა, რომ გთხოვთ რამოდენიმე სიტყვა თქვათ, აი თქვენ ისტორიულ ასპექტს შეეხეთ და თანამედროვე ჩინეთის ისტორია, აი მოდერნისტული პერიოდიდან დავუშვათ, მე არ ვლაპარაკობ შუა საუკუნეები. აი დღემდე მოკლედ და მერე ზოგადად შეკითხვები იქნება კონკრეტულად. კი ბატონო, ჩინეთის ისტორია ძალიან ვრცელია, ძალიან დიდია. თუნდაც ის ჩვენი წინა წიგნი, რომელიც გამოვეცით დაახლოებით 600 თითქმის 700 გვერდამდე მიდის, მაგრამ ესე ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ კემბრიჯის, ასე ვთქვათ, ისტორიკოსები, კემბრიჯის უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ისტორიკოსები დაახლოებით 30-40 წლის განმავლობაში წერდნენ ჩინეთის ისტორიას და თუ სწორად მახსოვს, 15 ტომამდე არის გამოცემული. ძალიან დიდია, უზარმაზარი ცივილიზაცია. ზოგადად ცოტა არსებობს განსხვავებული ხედვები, საიდან დავიწყოთ ათვლა. ჩინური ცივილიზაციის ჩინელები თავიანთ თავს თვლიან, რომ ისინი არიან დაახლოებით 5000 წლოვანი ცივილიზაცია, თუმცა დადასტურებულად წყაროებით, რაც ვიცით, ძველი წარსულით მე-16 საუკუნიდან იწყება და უკვე შემდგომ გვაქვს ბუნებრივია დაყოფის პერიოდები, გვაქვს გაერთიანების პერიოდი, წინში ხვანდის ეპოქა, ჩინეთის ოქროს ხანა იყო მე-7 მე-10 საუკუნეებში თანგის დინასტია, შემდგომ ასევე მონღოლების დაპყრობები და ბოლო ალბათ მაინც ეს ბოლო მონაკვეთები გაცილებით საინტერესოა, იმიტომ რომ ბოლოს ჩინეთის ბოლო დინასტია, ცინგის დინასტია, ესენი იყვნენ მანჯურიელი წარმოშობის ტომები, არა ჩინური წარმოშობის ტომები, რომლებმაც მე-17 საუკუნეში დაიპყრეს სამხედრო ძალით ჩინეთი, თუმცა როგორც მონღოლების შემთხვევაში მოხდა, იმდენად დიდი და ძლის ფართოდ გავრცელებული ცივილიზაცია დახვდათ ბოლო პერიოდში, იმდენად ასიმილირება მოხდა მანჯურიელებს, რომ დღეს შეიძლება ითქვას მანჯურიული ენა გადაშენების პირას არის, იმიტომ რომ ისინი ფაქტობრივად შეერწყდნენ ჩინეთს. ამ ცინგი ბოლო პერიოდის დინასტიაში ჩინეთის მანჯურიელების მმართველობის პერიოდი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ პირველი 150 წელი ეს იყო, ასე ვთქვათ, სამხედრო ექსპანსიის ფაზა, როდესაც მანჯურიელების ხელმძღვანელობით ჩინეთის მაშინდელი დინასტია ფაქტობრივად გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიამდე მივიდა, ვიდრე დღეს, დაახლოებით დღეს არის 8 მილიონი კვადრატული კილომეტრამდე, არც ცოტა მეტი, მაშინ იყო 14 მილიონი კვადრატული კილომეტრი და მოიცავდა აი რუკა რომ წარმოვიდგინოთ, მოიცავდა თანამედროვე მონღოლეთის, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილის ტერიტორიებს, უფრო ღრმად იყო შეჭრილი ცენტრალურ აზიაში და ასევე სამხრეთით ვიეტნამში. სწორედ მანჯურიელების პერიოდში უკვე, ასე ვთქვათ, შევიდა მთელი სახელმწიფო იურისდიქციით და ბიუროკრატიით ტიბეტში, ასე ვთქვათ, ჩინეთის ხელისუფლება და შემდგომ უკვე, ასე ვთქვათ, ცინძიანიც მე-17 საუკუნის ბოლომდან და მე-18 საუკუნის დასაწყისიდან უკვე არის განუყოფელი ნაწილი. მანამდე იყო ხოლმე პერიოდულად ხან კონტროლი ჰქონდა პეკინს და სხვა ჩინეთის დედაქალაქებს დასავლეთზე, ხან ნაკლებად სუსტი კონტროლი. მე-19 საუკუნე არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩინეთის ისტორიაში, იმიტომ რომ მანჯურიელთა პიკი იყო, შეიძლება ითქვას, მე-18 საუკუნეში, ცინგის დინასტიის პიკი მე-18 საუკუნეში და მე-18 საუკუნის ბოლოდან უკვე იწყება დაღმასვლა, ეკონომიკური დაღმასვლა. სამწუხაროდ ამას მოყვება ის, რომ სამხრეთ ჩინეთის ნაწილები, სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობა მეტწილად ამოკიდებული ხდება ოპიუმზე, იწყება ცნობილი ოპიუმის ომები, მაშინ ჩინეთი არის იზოლირებული და მას არ აქვს, ასე ვთქვათ, ოფიციალური ფართო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები დანარჩენ სამყაროსთან, არის მხოლოდ ეგეთი სავაჭრო გილდია, ქოჰონგის ან კანტონის სისტემა, ასე არის ცნობილი ისტორიაში, იმის მეშვეობით აქვს გარე სამყაროსთან ვაჭრობა და კომუნიკაცია. ბუნებრივად ჩინეთის ბაზრის ათვისება და ბევრი მსიკეთების გამოწევა ახალ კოლონიურ ძალებს ძალიან უნდოდათ. შესაბამისად, ბრიტანეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელიც ჩინეთთან კონფლიქტში ჩაება 1839
42 წლებში პირველი ოპიუმის ომის დროს, შემდგომ ამას მოყვა უკვე სხვა კოლონიური სახელმწიფოები და ფაქტობრივად მე-19 საუკუნე ეს არის ძალიან რთული დეკადანსი, ძალიან რთული პერიოდი ჩინეთის ახალ ისტორიაში, როდესაც ჩინეთი არის, მას არ დაუკარგავს სუვერენიტეტი, მაგრამ ეს სუვერენიტეტი იყო ძალიან მყიფე. ფაქტობრივად ყველა დიდ კოლონიურ სახელმწიფოს ჩინეთის ტერიტორიაზე ჰქონდა თავისი, ესე ვთქვათ, ფაქტორიები, დაწყებული ბრიტანეთიდან, გაგრძელებული რუსებით, შემდგომ უკვე ამას დაემატა იაპონია, მერე საფრანგეთი, ასევე დაემატა გერმანიაც კი, ყველაზე გერმანიაც კი. გერმანია ყველაზე გვიანი იყო და ყველაზე ცოტა პერიოდი. პორტუგალია? ხო, პორტუგალია დაგვაქვს. პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე პირველი, გერმანია ერთ-ერთი ყველაზე ბოლო. კი ბატონო, ესპანეთიც, მაგრამ ესპანეთი შედავა ესპანეთს სხვა მიმართულება ჰქონდა, ესპანეთი შეიძლება ითქვას დიდად არ იყო ჩინეთით დაინტერესებული, მაგრამ მას სხვა მიმართულება ჰქონდა. თუმცა პორტუგალია კი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მე-19 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნე იყო ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე რთული მძიმე პერიოდი ჩინეთის ისტორიაში, რამაც მოსახლეობაში გამოიწვია ის, რომ ზეციურმა მანდატმა, ანუ ჩინეთის, ასე ვთქვათ, აზროვნების მიხედვით, ჩინეთის იმპერატორი იყო ზეცის ციშვილი და მას ჰქონდა ღვთიური მანდატი. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მოსახლეობაში მან დაკარგა ფაქტობრივად ლეგიტიმაცია, დელეგიტიმაცია განიცადა უკაცრავად და მე-20 საუკუნის ბოლოს ძალიან გაძლიერდა ანტიმანჯურიული ძალები ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე და რეალურად მათი დამსახურებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პრორესპუბლიკური და ანტიმონარქისტული ძალებმა მოახერხეს ის, რომ ეგრეთ მოხდა ეგრეთ წოდებული სინხაის რევოლუცია, პროფესიით ექიმი სუნიაცენის ხელმძღვანელობით და 1911 წელს ჩინეთში დაემხო აბსოლუტური მონარქია, დაემხო იმპერატორი და 1911 წლიდან ჩინეთი არის რესპუბლიკა, თუმცა მას 1900 არ დაცალდა, ასე ვთქვათ, რესპუბლიკას ბევრი ტიპის რეფორმები, იმ ტიპის რეფორმების გატარება, რაც ჭირდებოდა ზოგადად რესპუბლიკას ეკონომიკურად და პოლიტიკურად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ასე ვთქვათ, ჩინეთში ფრაგმენტირებული იყო ძალიან არსებობდა სამხედრო მმართველები, მათ შორის იყო, ასე ვთქვათ, გამალებული კონკურენცია და ასევე არსებობდა სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციები, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ და ასევე ერთად ებრძოდნენ ძალაუფლებისთვის ერთმანეთს, მათ შორის მაგ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, ჩვენო კომუნისტური პარტიაც პირველი ნაციონალისტური პარტია იყო და 1921 წელს უკვე ჩამოყალიბდა ჩინეთის კომუნისტური პარტიაც. იყო საინტერესო მომენტია ის, რომ იყო ამ ორი პარტიის დიდხნიანი და მასლოვანი კონკურენციის პერიოდში იყო პერიოდი, როდესაც ისინი თანამშრომლობდნენ ერთად 1924-27 წლები, როცა სამხედრო მმართველების წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. შემდგომ უკვე ხდება ის, რომ შიდა დაპირისპირება ეს ცალკე საკითხი თემა ჩინეთის სამოქალაქო ომი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ შემდგომ ისევ შიდა კონკურენცია 1927 წელს, როდესაც იაპონიამ დაიწყო, ასე ვთქვათ, ჩინეთის ანექსია, ისევ საერთო ფრონტით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ეს გაგრძელდა 45 წლამდე, ხოლო 45 წელს, როდესაც იაპონიის იმპერიამ გამოაცხადა კაპიტულაცია და კაპიტულაციის ერთ-ერთი მიმღები იყო ჩინეთის რესპუბლიკა, ისევ სამოქალაქო ომი განახლდა, თუმცა ამ სამოქალაქო ომში დამარცხდა ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, რომელიც გადავიდა კუნძულ თაივანზე, ხოლო 1959 წლის 1 ოქტომბრიდან ჩინეთს მართავს ჩინეთის კომუნისტური პარტია. ბატონ შალვა, ახლა ჩვენ ჩინეთის ისტორიაზე ალბათ კიდე არაერთხელ მოგვიწევს ლაპარაკი, ახლა თქვენ ახსენეთ სამოქალაქო ომი ორი ეტაპი და მეორე ახსენეთ იაპონიის ოკუპაცია. სხვათა შორის იცით რა არის, აი ეს მე 20 საუკუნეში ჩვენ ვიცით მსოფლიო ომები, აგრესიების სისარტიკეები, მაგრამ როცა ვიმყოფებოდი ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის დროს ქალაქ ნანკინში, მე უბრალოდ ვერ დავიჯერე ის საშინელებები, რომელიც გააკეთეს ქალაქ ნანკინში, ფაქტიურად ნანკინის მოსახლეობის გენოციდი იყო
ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი ალბათ მეორე მსოფლიო ომის. ეს მეორე მსოფლიო ომი შეიძლება პირდაპირ არ არის კავშირი 1939 წლიდან ვიწყებთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების, ასე ვთქვათ, თარიღის ათვლას, მაგრამ შეიძლება ითქვას, მე აღმოჩნდა, რომ ჩინეთის ოკუპაციაც იყო მსოფლიო ომის ნაწილი. უბრალოდ მაშინ, როცა ჩვენ რასაც წეგან ვსაუბრობდით ეთერს მიღმა, ჩინეთის რესპუბლიკა, რომელსაც იმ მომენტში ძირითადად მაინც მართავდა ნაციონალისტური პარტია, ჩანგაიშის ხელმძღვანელობით, ის იყო ყველაზე ძლიერი ფრაქცია. ფაქტობრივად 4 წელი მარტო იბრძოდა იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ და მხოლოდ 4 წლის მერე, როდესაც ასე ვთქვათ, პერლ-ჰარბორის თავდასხმა პერლ-ჰარბორში იაპონელები ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტს დაესხნენ თავს, მხოლოდ მაშინ ჩაერთო დასავლეთი აქტიურად უკვე ეგეც. ბანანშალო, აქ ჩაგეკითხებით და არის ინფორმაცია დაუშვათ ალბათ კითხულსაც აუკითხავს იმასთან დაკავშირებით, რომ მოგწონს თუ არა არ მოგწონს ერთადერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელმაც ასე ვთქვათ, იგრძნო, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ძალიან დიდი კატაკლიზმები მოჰყოლა და თუ არ დაუჭერდნენ მხარს, იგივე აი ხო, მაშინ ძირითადად კომუნისტური პარტია არ იყო ელიტაში. სუსტი იყო სუსტი იყო, გომინდანი იყო ჩანკაში, მაგრამ სტალინი უგზავნიდაო მხარს უჭერდაო ამ. ხო, ზოგადად მაგ მიმართულებით საინტერესოა ის, რომ ასე ვთქვათ, მაშინდელ ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას თავიდან მოდი 20-იან წლებიდან დავიწყოთ, ჰქონდა ორაზროვანი დამოკიდებულება. ასე ვთქვათ, სტალინი და მისი ფრაქცია იყო მხარდამჭერი იმისა, რომ ნაციონალისტების მიმართ, ასე ვთქვათ, გარკვეული ფინანსური და ტექნიკური მხარი დაეჭირათ, ხოლო თავის დროზე ტროცკი და მისი ფრაქცია მხოლოდ, ასე ვთქვათ, კომუნისტური პარტიის მხარდაჭერის იდეის გამოდიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, ეს ტროცკი, რაც დაემართა მოგეხსენებათ მექსიკაში, ალბათ ცნობილია ტელემაყურებლებისთვის, 1937 წლიდან 1951 წლამდე 4 წლის განმავლობაში კი ნახევრად საიდუმლო ფორმატში საბჭოთა კავშირი ნამდვილად ეხმარებოდა ჩინეთის რესპუბლიკას ამუნიციით, ფინანსურად და ასევე სხვადასხვა შეიარაღებით. შემდგომ უკვე იაპონიასთან თავდაუსმოლობის პაქტი, როდესაც გაფორმდა შეწყვიტეს დახმარება, მაგრამ მერე უკვე პერლ-ჰარბორიც მარე მოხდა და მერე დასავლეთის დახმარება მიიღო ჩინეთის რესპუბლიკამ, თუმცა ის ნამდვილად ფაქტია, ისტორიული ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი 1937 წლიდან თითქმის 40 წლამდე, დაახლოებით 3 წელიწად წლის განმავლობაში ნამდვილად ეხმარებოდა ჩინეთის რესპუბლიკას იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ. მათ შორის საბჭოთა პილოტებიც იყვნენ გადაცმული სხვათა შორის ქალაქ ნანკინის დაცვისას და ასევე ქალაქ ჩანშას დაცვისას საბჭოთა პილოტებიც. ძალიან საინტერესო ფაქტია, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით მომავალ გადაცემებში ამ ისტორიულ თემებს თქვენთან და თქვენ კოლეგებთან. ეხლა მე მინდა გავაგრძელო თემა, თქვენ შეჩერდით აი კომუნისტური პარტია როცა მოვიდა ხელისუფლებაში 1959 წელი. 1959 წლიდან, ესე იგი ფაქტიურად ხელისუფლებაში აი ეს ვებერთელა ისტორიულ მონაკვეთში 78 წლამდე თუ არ ვწდები მაოძედუმი 16-ში. უკაცრავად 76 წლამდე მაოძედუმი იყო, მე რაღაც პერიოდით ხუაგოფენი მოვიდა ხელისუფლებაში და ამ დროს იქ იმყოფება ერთი საინტერესო ადამიანი, პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა აი ამ პერიოდში დენ სიაოპინი. აი თუ შეიძლება აი ამ 70 წლებიდან ჩინეთის ისტორია დენ სიაოპინის მოსვლამდე და ეს დიდი რეფორმების დაწყება. აი ამას რო შევეცდებით. ძალიან ესეთი ფართო თემა, მაგრამ ძალიან საინტერესო მონაკვეთია. ეხლა ჩვენ ფაქტიურად ანონსებს ვაკეთებთ, ბატონო შალვა, ჩვენ რასაკურველია მაყურებლისთვის ვაუწყებთ, რომ თითოეულ ამ თემაზე მე გპირდებით, რომ ჩვენ გვექნება ბატონ შალვასთან და მის კოლეგებთან აუცილებლად ცალკე საუბარი.
დიახ, ესე იგი 1959 როგორც ახსენეთ, 1959 წლიდან ხელისუფლებაში არის კომუნისტური პარტია, თუმცა პირველი წლები შეიძლება ითქვას ეს იყო მმართველობის თვალსაზრისით, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით აბსოლუტურად საბჭოთა მოდელის გადაკოპირება. 50-იან წლებში, 60-იან წლებში, მაგრამ 60-იან წლები რთული პერიოდია მსოფლიო ისტორიაში, პირველი ის რომ ზოგადად ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მოხდა გარკვეული იდეოლოგიური დაპირისპირება, არა მხოლოდ იდეოლოგიური, მაგრამ ძირითადად იდეოლოგიურ საწყისებზე დაპირისპირება, ესეც კიდევ ძალიან საინტერესო თემაა, პლუს უკაცრავად ინდოეთთან 62 წელს კონფლიქტი, შემდგომ ასევე საბჭოთა კავშირთან 79 წელს დამასკის კუნძულებზე კონფლიქტი და ამ რაღაცნაირად ძალიან რთული ვითარება იყო 60-იან წლების ჩინეთში ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ თვალსაზრისით და კიდევ იქ სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტები, რომელზეც ასე ვთქვათ, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ ყველაფერმა ეტაპობრივად 70-იან წლების დასაწყისში და შემდგომ უკვე კისინჯერის და ნიქსონის ვიზიტმა მოამწიფა ჩინურ საზოგადოებაში აზრი, რომ იმ სისტემას, რა სისტემაც მათ თავის დროზე გადმოაკოპირეს, შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირიდან თლად რაღაც ხარვეზები ჰქონდა, იმიტომ რომ ვერ ასრულებდა იმ მოვალეობას, რა ასე ვთქვათ, იდეებიც მათ თავის დროზე ჰქონდათ. შესაბამისად, დენ სიაოპინი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო ადამიანი, სხვათა შორის სამხედრო, პარიზში განათლება მიღებული, მაგრამ მას არ დაუმთავრებია პარიზში სწავლა, მაგრამ ის აქტიურად მონაწილეობდა ჩინეთის პირველ რიგში იაპონიის წინააღმდეგ ომში და ასევე სამოქალაქო ომშიც. 70-იან წლების ბოლოს, როდესაც უკვე მაო გარდაცვლილი იყო, მან სხვათა შორის კულტურული რევოლუციის დროს დენ სიაოპინი გარკვეულწილად ჩამოშორდა თანამდებობას და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად რაღაც მომენტში რაღაც გარკვეულწილ შინაპატიმრობაშიც კი იყო, მაგრამ უკვე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მიხვდა მაო, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ადეკვატური აღქმა იმ დროინდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციის და შეიძლება ითქვას ის გახდა მემკვიდრე. 76-დან 78 წლამდე იყო გარკვეულწილად პოზიციური ბრძოლა ძალთა გადანაწილებისთვის, მაგრამ 78 წლიდან შეიძლება ითქვას დენ სიაოპინი უკვე ძალიან აქტიურად იწყებს ქვეყნის მართვას და ის იწყებს ძალიან საინტერესო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს და ექსპერიმენტებს, რომელიც ცნობილია ისტორიაში გახსნილობისა და რეფორმების ხანის სახელით და სწორედ ამ რეფორმების გამოძახილია ის, რომ დღეს ჩინეთი, რომელიც 60-იან წლების ბოლოს იმდენად რთული 60-იან წლებში ისეთ რთული მდგომარეობა ჰქონდა, რომ კვების პრობლემაც კი ჰქონდათ მოსახლეობას, დღეს ჩინეთი არის ნომერ მეორე სახელმწიფო. რაც შეეხება უშუალოდ და დენ სიაოპინი ცნობილი იყო რითი, ის იყო ადამიანი, რომელიც გაცდა იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოებს, ის ასე ვთქვათ, აღარ ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობდა ორთოდოქსული მარქსიზმის პრინციპებით, ბუნებრივია ჩინეთი ისევ ერთპარტიული კომუნისტური სახელმწიფო დარჩა, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ ასე ვთქვათ, მათთვის ერთ დროს არც თუ ისე სასურველ კაპიტალისტურ სისტემასაც ჰქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, უპირატესობები, ამიტომ შეიძლება ითქვას გაკეთდა გარკვეულწილად, რასაც თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში უწოდებენ საბაზრო ლენინისტური სისტემა, როდესაც პოლიტიკა ძირითადად დარჩა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც იყო, ასე ვთქვათ, ეს კომუნისტური სახელმწიფოს ხაზი, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრი მიმართულებით მოხდა ლიბერალიზაცია, დაიშვა კერძოსაკუთრება, გაიხსნა ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის, შეიქმნა ასე ვთქვათ, ექსპერიმენტული ცენტრები, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთში, ეკონომიკური, ინდუსტრიული ცენტრები და ჩინეთმა ასე ვთქვათ, ეს რაღაც ულტრა ორთოდოქსული მარქსიზმი გადადო გვერდზე და წინა პლანზე გადმოწია პრაგმატული საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის ის ყოფილიყო სასურველი პარტნიორი და სასურველი ადგილი ეკონომიკური და სხვადასხვა პარტნიორობის გასაღრმავებლად და ფაქტია, რომ ამან გაამართლა, იმიტომ რომ 80-იანი
წლების ბოლოს, როდესაც 80-იან წლებში, როდესაც დენ სიაოპინი ჩადის ქალაქ შენჯენში, სამხრეთ ჩინეთში და ქალაქ გვანჯოუში, მას იხდება უზარმაზარი ბუმი, ეკონომიკური ბუმი, მშენებლობების, ინვესტიციების და მე უკვე ეს მოდელი მთლიან ქვეყანაზე ვრცელდება. და ის რაც საბჭოთა კავშირის დროს სურდა, ასე ვთქვათ, გორბაჩოვს და მის პერიოდის, ასე ვთქვათ, პლეიადას, რომ განახორციელებია გარკვეულწილად პერესტროიკა და გლასნოსცი, ჩინეთში ცოტა უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გაცილებით უფრო წარმატებული იყო, იმიტომ რომ ის ამ მიმართულებით და საგარეო პოლიტიკაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ხაზი აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მას ჰქონდა საგარეო პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ინერტული პროფილი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩინეთი არ უნდა ყოფილიყო ძალიან აქტიურად გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ, ინტერაქციაში და კატაკლიზმებში ჩართული და შეიძლება ითქვას თანამედროვე გადმოსახედიდან დღევანდელი კუთხიდან ეს საკმაოდ სწორი პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ მიუხედავად რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, ასე ვთქვათ, ჩინეთის და საბჭოთა კავშირის დანგრევაში მოგახსენებათ, ბევრი სხვადასხვა როლი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიური იყო დასავლეთის მიერ განხორციელებული სხვადასხვა წნეხი, მაგრამ ჩინეთის მიმართულებით ეს არ ყოფილა, პირიქით, მან 80-90-იანი წლები გაატარა ძალიან ახლო ინტერაქციაში დასავლურ აქტორებთან, ეკონომიკური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური კუთხით. აქ ალბათ უნდა აღინიშნოს ის მომენტი, რომ ზოგი მკვლევარები თვლიდა, რომ გარკვეულწილად დასავლეთი მაინც რაღაც პრიორიტეტში დააყენებდა გარკვეულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მოხდა საპირისპირო ყველაფერი. თუ გინდა ეს ტიანანმენის აჯანყების ამბები, უბრალოდ დასავლეთმა ფაქტიურად გაგებით ხო, იყო გარკვეულწილად იქ სანქციები რაღაც, მაგრამ რეალურად საინტერესო მომენტია, რადგან შევეხეთ ამას, თქვა, სენსიტიურ საკითხს, მაშინდელი, როდესაც კონგრესში დადგა საკითხი, რომ გარკვეულწილად რაღაც ესეთი სანქციები გაეტარებიათ იმ დროინდელი ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, უკვე იმდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკული და სულ რაღაც 10 წლის დაწყებული იყო ეს პრობლემები, მაგრამ უკვე მასობრივად მიდიოდა გადატანა. იმდენად გადაჯაჭვე უკვე გააქტიურდა ურთიერთდამოკიდებულებაში იყვნენ ამერიკული და ჩინური კორპორაციები, რომ მაშინდელმა Wall Street-მა ეს ცნობილი ფაქტია, დღეს უკვე აღარ არის საიდუმლო, მაშინდელმა ამერიკულმა ეკონომიკურმა ელიტამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ლობიზმში, რომ ჩინეთს არ მოხსნოდა, ასე ვთქვათ, ინგლისურად არის ეგეთი most favored nation, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეფერენცირებული სტატუსი ეკონომიკურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, მას გარკვეული შეზღუდვები დაუწეს და მათ შორის იარაღთან მიმართებით და ასე შემდგომ, მაგრამ ასე ვთქვათ, ამ მოვლენას არ გამოუწევია რაც რადიკალური გადატვირთვა ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში, ეს ფაქტია. და ამის პირველი ამის შემოქმედი და შუამავალი ამ ყველაფერში იყო ზუსტად ამერიკული ბიზნეს ელიტა. ბალაშალო, თქვენ ახლა თქვით ჩინეთის როლზე, მის ტერმინოლოგიით არა აქტიობაზე, გარკვეულწილად ინერტული პროფილით გეოპოლიტიკის საკითხებში, მაგრამ ამასთან ერთად თქვენ მიაქციეთ ყურადღება 90-იანი წლები. ჩინეთი იბურუნებს თავის პოზიციებს, დაუშვათ მე ბრიტანელ პოლიტოლოგებთან მქონდა ლაპარაკი და იცით, ჩვენთვისო არ იყო ძალიან ადვილიო ჰონკონგის დათმობაო. ძალიან, იმიტომ რომ ფაქტიურად ჰონკონგი იყო მაგ პერიოდში გარკვეულწილად მეორე Wall Street-ი, აზიური ყველაზე განვითარებული ეკონომიკური როლი და აი ამის გადაცემა, ამის ლეგიტიმური გადაცემა. მე სხვათა შორის ჩემი პირველი ვიზიტი, რომელიც ჰქონდა ჩინეთის ტერიტორიაზე, იყო ზუსტად ჰონკონგში 2000 წელს რამოდენიმე წელი იყო შესული ეგისა და 2 წელი ხოდა მე მივაქციე ყურადღება, რომ ასე თუ ისე, ასე ვთქვათ, მაშინ ესეთი დაძაბულობა აბსოლუტური არ იყო. ცოტა გასაკვირი იყო ეს წითელი დროშა, რომ ფრიალებდა ამ ახალ თანამედროვე ყოფილ კაპიტალიზმის მექაში შეიძლება. მექაში, აი, კარგად ახსენეთ თქვენ. კაპიტალიზმის მექაში, მაგრამ მისაღები იყო რასაკრუველია. ჩვენ ახლა ვხედავთ გარკვეულწილად არის რაღაც პრობლემები, იმის და მიუხედავად რომ 50 წელი როგორც მინიმუმ ამ შეთანხმების მიხედვით
სოციალ-ეკონომიური და პოლიტიკური სისტემა არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ეს 50 წელი ნელ-ნელა უახლოვდება და ალბათ რაღაც რეფორმები იქნება საჭირო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე თუ ისე ჩვენ ჰონგ-კონგის და აომინის მაკაოს თემები ვიცით, აქ გავრცელდა ჩინეთის სუვერენიტეტი, აღდგა ერთი სახელმწიფო ორი სისტემა, ერთი სახელმწიფო ორი სისტემა და აღდგა ეკონომიური სუვერენიტეტი, ეხლა თუ შეიძლება ჩვენ ეხლა გარკვეულწილად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ დღევანდელ ჩინეთზე რო არ ვილაპარაკოთ, აი დღევანდელი ჩინეთის გამოწვევები და პირველ რიგში მოდით ჩვენ ვიცით ახლა რა გეოპოლიტიკური სიტუაცია ევროპაში და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და აღიარებენ ყველანი, რომ ჩინეთი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი აქტიური მოთამაშე. არის რაღაც სხვადასხვა დოქტრინები, ჰიპოთეზები ევროპაში მიმდინარე უკრაინასთან პროცესებთან ეს საერთოდ ცალკე გადაცემის საკითხია, მოდით მე მინდა აი კონკრეტულად ახლა ჩვენ აომინზე და ჰონგ-კონგზე ვილაპარაკეთ და ამ შემთხვევაში მე მინდა გითხოთ თქვენ, აი რატომღაც ძალიან ბევრს ეგონა რომ აი ესე ასე ვთქვათ ლამაზად გარდაიქმნებოდა სიტუაცია იგივე ტაივანის კუნძულზე, სადაც ფაქტობრივად ისტორიულად თქვენ იცით კომინდანის ხელისუფლება ტაივანში გაიცდა, ის კი არა ტერმინიც არსებობდა, რომ ჩინეთი უნდა შეუერთდეს ტაივანს და ტაივანი გამოდიოდა 73 წლამდე გაეროში თუ არ ვწდები. ცოტა თითქოს 71 წლამდე იყო ჩინეთის რესპუბლიკა, იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში. უშიშროების საბჭოში, კი ბატონო. 20 წელი ფაქტობრივად. აი თქვენი აზრი და თქვენი ანალიზი მაინტერესებს აი ამ საკითხთან. რატომ არ მოხდა ტაივანში ის რაც მოხდა? აი რა ხდება ახლა იგული, მაგრამ აი აქედან აუხსნათ ჩვენ მაყურებელს და მარტივად რადიო მსმენელს უბრალოდ რა პროცესებთან ხონდა საქმე და რატო აღმოჩნდა იგივე ტაივანის პრობლემა უფრო რთული, ვიდრე აი თქვენ კარგად დაახასიათეთ ჰონგ-კონგი როგორც მსოფლიო კაპიტალიზმის მექა, მეორე უოლ-სტრიტი და ასე შემდეგ, მაგრამ მოხდა მისი ინტეგრაცია ჩინურ საზოგადოებაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებაში და ტაივანში აი ეს პროცესები საკმაოდ რთულად ვითარდება. ხო, ამას ალბათ ის ორი განსხვავება, მნიშვნელოვანი განსხვავება ტაივანსა და მაკაოსა და ასე ვთქვათ ჰონგ-კონგს შორის იყო ის, რომ ესე იგი მაკაოსა და ჰონგ-კონგის შემთხვევაში ფაქტობრივად დაუბრუნა სუვერენიტეტი თავისინებით ბრიტანეთმა და პორტუგალიამ, იმიტომ რომ იქ იყო ხელშეკრულება გარკვეულად იჯარის ტიპის ხელშეკრულება და სხვა შორის ამის გაგრძელება უნდოდა მარგარიტ ტეტჩერი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს იყო ჩასული აი ზუსტად დენ სიაოპინის პერიოდში 1992 წელს ჩინეთში, რასაც უარი მიიღო, მაგრამ ბრიტანეთმა ასე ვთქვათ მოახერხა ის, რომ გარკვეულწილად ეს დაბრუნება ყოფილიყო გარკვეული გარანტიებით და ეს გარანტია მოხდა ერთი ქვეყანა ორი სისტემა, რომ ჰონგ-კონგს უნარჩუნდებოდა ფართო ავტონომია, მხოლოდ თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა გადადიოდა პეკინის ხელში. რაც შეეხება ტაივანს, აქ ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ 1959 წელს ნაციონალისტები დამარცხდნენ სამოქალაქო ომში, ჩანგაიში და მთელი ეს ნაციონალისტური პარტიის პოლიტიკური სამხედრო ენიტა გადადის იმ კუნძულზე, თავიდან მათ ჰქონდათ ორი კუნძული, ხაინანი, თუმცა ხაინანი შემდგომ აიღო კომუნისტურმა, ასე ვთქვათ, საზღვაო ძალებმა, ხოლო ტაივანი ფაქტობრივად იყო კუნძულ ციხესიმაგრე, სადაც გამაგრებული იყო ასობით ათასი ნაციონალისტი თავისი ფინანსური და სამხედრო რესურსებით. და ის რეალურად ჩინეთის რესპუბლიკამ გააგრძელა არსებობა კუნძულ ტაივანზე. მეტიც თავიდან სხვათა შორის შეერთებული შტატები აპირებდა რომ აბსოლუტურად გამოსულიყო თამაშიდან, მაგრამ ტაივანი გადაარჩინა კორეის ომმა და კორეის ომის შემდგომ შეერთებული შტატები დაბრუნდა აღმოსავლეთ აზიაში და ფაქტობრივად ის გახდა ჩინეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტორი. თქვენ ახსენეთ, ის იყო, ასე ვთქვათ, გაეროში ჩინეთის ლეგიტიმური წარმომადგენელი, მაგრამ მას შემდეგ რაც პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობა, ტაივანმა დაკარგა თავის პოზიციები, მაგრამ ფაქტია ის, რომ
ეს კუნძული განვითარდა დამოუკიდებლად მატერიკული ჩინეთისგან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად. იქ არსებობდა თავის დროზე ეს იყო ჩვეულებრივი სამხედრო დიქტატურა, იმიტომ რომ 1975 წლამდე ჩანგაის ჰქონდა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და როდესაც ის გარდაიცვალა, ეტაპობრივად ტაივანი გარდაიქმნა, ასე ვთქვათ, მრავალპარტიულ, ძირითადად ორპარტიულ, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას მრავალპარტიულ პოლიტიკურ აქტორად და ეკონომიკა ბუნებრივად დაფუძნებული იყო კაპიტალისტურ ბუნებაში, კაპიტალისტურ სისტემაზე. რატომ არ მოხდა ის, რომ მათ, ასე ვთქვათ, ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ისინი თვლიან, რომ მათი, თქვენ როგორც ახსენეთ, მათი ეკუთვნით კონტინენტურ ჩინეთზე ლეგიტიმაცია, ხოლო კონტინენტური ჩინეთი და გაერთიანებების ორგანიზაციის აბსოლუტურად ყველა თითქმის დიდი სახელმწიფო და პატარა სახელმწიფო თვლის, რომ ტაივანი არის ჩინეთის ნაწილი. ანუ შეიძლება ითქვას, არსებობდა ორი ფრაქცია და ახლდა საქართველოს სამოქალაქო ომის შემდგომ, რომ პირობითად ცოტა ესეთი არა სრულყოფილი შედარება, მაგრამ მაინც აი გამსახურდია ეს მომხრეებს, რომ თუნდაც სამეგრელო და აფხაზეთში გააგრძელებიათ მმართველობა. დაახლოებით ეგეთი შემთხვევა რო ყოფილიყო. დღეს უკვე ის მომენტია, რომ თავდაპირველად სხვა შორის აქტიურად განეხილებოდა ერთი ქვეყანა, ორი სისტემის მოდელი, მაგრამ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ 50 წელზე უფრო ადრე დაიწყო რაც ახსენეთ ჩინეთისა და ჰონგ-კონგში ეს ასე ვთქვათ სისტემის გადახედვა და გარკვეული კორექცია შევიდა. დღეს ეს მოდელი ასე ვთქვათ ტაივანისთვის აღარ არის მისაღები და ისინი თვლიან, რომ ამ მოდელის შემთხვევაში მათის ავტონომიურობა შეიძლება ითქვას დაეკარგებად. თან აქ მეორე ფაქტორია, არსებობს ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, ანუ ეგრეთ წოდებული გომინდანი, რომელიც არ ილტვის ტაივანის კონტინენტ, ვთქვათ, ჩინეთის სეპარაციისთვის, ანუ მისთვის ჩინეთი არის ერთი, ოღონდ ის თვლის, რომ ის არის ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩინეთის. მაგრამ ახლა უკვე თამაში შემოსულია ბოლო წლების განმავლობაში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, დემოკრატიული პროგრესიის პარტია, DPP, რომელიც უკვე გაჩნდა მაშინ, როდესაც ასე ვთქვათ, ტაივანში გადავიდნენ ეს ნაციონალისტური პარტია, ანუ ის არის პარტია, რომელიც თulis, რომ მას აღარანაირი ისტორიული ბმა კონტინენტურ ჩინეთთან არ აქვს და ის შეიძლება ითქვას მიილტვის დე-ფაქტო დამოუკიდებლობისთვის და დღეს ეს ორპარტიული მმართველობა როგორ არის, ანუ გომინდანი, ანუ ის გომინდანი სწორი ტრანსლიტერაციით, არის პარტია, რომელიც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემხრობა, ხოლო DPP არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო მეტ დისტანცირებასა და, ასე ვთქვათ, სეპარაციას ცდილობს კონტინენტური ჩინეთიდან და დღეს მმართველობაში არის დემოკრატიული პროგრესიის პარტია DPP და მათი პრეზიდენტი. თუმცა თვითმმართველობის არჩევნები მოგებული აქვს გომინდანის წევრებს და დღეს თაიპეის მერია არის ჩანგაიშის ოჯახის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შვილიშვილი. ერთ-ერთი თავმჯდომარე. სხვაშორის ძალიან ახალგაზრდა და ისეთი ქარიზმატული პოლიტიკოსი. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო ისევ DPP-მაც. მოკლედ რომ შევაჯამოთ, პრობლემა ამ შემთხვევაში არის პრობლემა, სად არის ის, რომ შეერთებული შტატებიც და სხვათა შორის ნატოს ყველა სახელმწიფო თulis, რომ ტაივანი არის ჩინეთის ნაწილი, მაგრამ აქ არის ის თემა, რომ შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს ტაივანის სუვერენიტეტს, მას მაინც აქვს, ასე ვთქვათ, არაფორმალური ვალდებულება აღებული თავის თავზე, რომ თუ კონტინენტური ჩინეთი, ანუ პეკინი გადაწყვეტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო ძალით, ის მას დაიცავს. რეალურად ასე მოხდა, ერთი ეს იყო 50-იან წლებში და მეორე ბოლოს იყო 94-95 წლებში, მეორე ტაივანის სრუტის კრიზისის დროს, როდესაც ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტმა, ასე ვთქვათ, ჩადგა ტაივანის სრუტეში და ასე ვთქვათ, დაიცვა სამხედრო მოქმედებებისგან. ეს არის ართულად ძალიან საინტერესოა თქვენი ისა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ბოლოსკენ მიუახლოვდა. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო თქვენ აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ და ვპირდები ჩვენ ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს, რომ ბატონ შალვა ჩიხლაძეს, სინოლოგს, ესე იგი ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტს და კიდევ ბევრი რეგალიებია, კიდევ არაერთხელ შევხვდებით. თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ თუ რა შეკითხვები გაქვთ ჩვენს მიმართ
მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე თქვენთან მუშაობდა პოლიტოლოგი სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი ბადრი ნაჭყებია. მომავალ შეხვედრამდე.